მოგესალმებით მეგობრებო. მე მარიამი ვარ და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ახალ სუნამოს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ დაალაიქოთ ვიდეო. გამარჯობა. მე ნინი ვარ და ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ ხელოვნურ ინტელექტზე. ავტომობილი, რომელსაც ჩემ გვერდით ხედავთ, არა მხოლოდ მანქანაა, არამედ ხელოვნების ნიმუში. ხელოვნური ინტელექტი აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. ის ჩვენი რეალობაა. წარმოიდგინე, რომ შეგიძლია შექმნა ადამიანი, რომელიც არასოდეს იღლება, ყოველთვის იდეალურად გამოიყურება და თან შენს ნაცვლად საუბრობს ქართულად. ეს ცნობილი და პოპულარული Instagram ანგარიშები ეკუთვნით მათ, ვინც სინამდვილეში რეალურად არ არსებობენ. ესენი არიან ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ინფლუენსერები, რომლებსაც 100,000-ობით და მილიონობით გამომწერი ყავთ და საკმაოდ სოლიდურ თანხებსაც გამოიმუშავებენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მსგავსი პერსონაჟი შექმნას, თანაც ისეთი, რომელიც ქართულად ისაუბრებს. სწორედ ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შექმნათ ქართულად მოსაუბრე პერსონაჟი, რომელიც მომავალში შეიძლება AI ინფლუენსერიც კი გახდეს. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გაწევრიანდეთ ჩვენს Facebook ჯგუფში, რომლის ლინკიც იქნება ვიდეოს აღწერაში. ახლა კი დავიწყოთ. გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი, ეს არის GeoAI-ის YouTube არხი და როგორც გითხარით, ამ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ უნდა შექმნათ ქართულად მოსაუბრე AI პერსონაჟი. დღესდღეობით უამრავი AI პლატფორმა არსებობს, სადაც შეგიძლიათ შექმნათ მსგავსი ვიდეოები, ანუ უამრავი ვიდეო გენერატორი იძლევა ამის საშუალებას. მე გაჩვენებ ჩემეულ გზებს, სადაც გამოვიყენებ რამდენიმე ხელსაწყოს და გაჩვენებთ მოკლედ როგორ უნდა შექმნათ ესეთი ვიდეოები ნულიდან. მთლიანი პროცესი შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ეტაპად. პირველი ეს არის პერსონაჟის შერჩევა. თქვენ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის ასურველი პერსონაჟი, იქნება ეს ბიჭი, კოკო, შეიძლება შინაური ცხოველი, ფრინველი, მწერი, არც ნებისმიერი რამ. შეიძლება იყოს რეალისტური, შეიძლება იყოს ანიმაციური. მოკლედ ეს თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს მიზანზე და ფანტაზიაზე. შემდეგი ეტაპი არის ვიდეოს გენერაცია, როდესაც შევარჩიოთ პერსონაჟის სურათს. ამის შემდეგ უნდა მოვახდინოთ ამ სურათის ვიდეოთ გადაქცევა, ანუ ვიდეო გენერაცია. შემდეგ უნდა დავაგენერიროთ აუდიო ქართულ ენაზე და ვიდეოში გაჩვენებთ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს უფასოდ. როდესაც გვექნება სასურველი აუდიო, შემდეგ უნდა მოვახდინოთ აუდიოს და ვიდეოს სინქრონიზაცია, ანუ ეგრეთ წოდებული lip sync. გარდა ამისა, როდესაც მსგავსი ტიპის ვიდეოს ვქნით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ თუ მოგვიწევს რამდენიმე ვიდეო შექმნა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ იდენტური პერსონაჟი ყველა სცენაში და ყველა ვიდეოში. ამას ძალიან კარგად აგვარებს Google-ის სურათების გენერაციის მოდელი, რომელსაც ქვია NanoBanana. NanoBanana-ის შემთხვევაში დაახლოებით 99%-იანი სიზუსტით შეგვიძლია დავაგენერიროთ ერთ-ერთი პერსონაჟი სხვადასხვა სცენაში. პირველი, როგორც გითხარით, გვჭირდება პერსონაჟის სურათი და მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ აი ამ სურათს, სადაც ყავს, ესე იგი, შეფსარეული გოგონა. ამ ვიდეოში აღარ დავიწყებ სურათების გენერაციას, იმიტომ რომ სურათებზე ძალიან ბევრი ვისაუბრე და ბევრი ვიდეო გავაკეთე და ალბათ ყველას უკვე შეგვიძლია სურათების გენერაცია, ასე თუ ისე. მაგალითად, წინა ვიდეოში სურათებზე ვისაუბრე, იმის წინა ვიდეოში საერთოდ მთლიანად NanoBanana-ზე ვისაუბრე მთელი ვიდეო და მოკლედ სურათების გენერაციაზე დროს აღარ დავკარგავ ამ ვიდეოში. როდესაც შეარჩევთ სურათს, ამის შემდეგ გვჭირდება უკვე ამ სურათის ვიდეოდ გადაქცევა, ანუ გვჭირდება ვიდეო გენერატორში მუშაობა. ამ ვიდეოში გამოვიყენებ ვიდეო გენერატორს, რომელსაც ქვია Clean AI. სხვა ვიდეოებშიც მაქვს გამოყენებული ეს ვიდეო გენერატორი. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიდეო გენერატორი და ვუწევ რეკომენდაციას და ვფიქრობ, რომ ცოტა დაუფასებელი ვიდეო გენერატორია, იმიტომ რომ რო გითხრათ, რომ ძალიან ხშირად ხვდება თქო, არა, არ ხვდება ხშირად. ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი რაც აქვს ამ გენერატორს არის ის, რომ ბევრი გენერაციები არ მჭირდება და ბევრი კრედიტების დახარჯვა, იმიტომ რომ ძალიან მალე ფაქტიურად პირველ ან მეორე გენერაციაზე ვიღებ უკვე სასურველ შედეგს. რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლუსია, იმიტომ რომ ვიდეო გენერაცია არ ჯდება იაფი და ეს უაზროდ ეს ამდენი კრედიტების ხარჯვა ალბათ არავის არ უნდა. შესაბამისად, ვუწევ რეკომენდაციას ამ ვიდეო გენერატორს დარწმუნებულია, რომ არ გაგიცრუებთ იმედებს. Clean AI-ის ლინკს ვიდეოს აღწერაში ჩავაგდებ. როდესაც დარეგისტრირდებით, უფასოდ გაჩუქებთ 166 კრედიტს, ანუ იდეაში უფასოდაც შეგიძლიათ დააგენერიროთ ვიდეოები, თუმცა აქედანვე გეუბნებით, რომ მოგიწევთ ძალიან დიდი ხანი ლოდინი. მე როდესაც პირველად გავტესტე Clean AI, მაშინ დაახლოებით 10-15 წუთი ველოდებოდი ხოლმე გენერაციას, უფასო გენერაციას, მაგრამ ეხლა იქინა გამომდინარე, რომ გაიზარდა ძალიან მომხმარებლების რაოდენობა, რამდენიმე საათი გჭირდებათ ვიდეოს გენერაციისთვის. როდესაც გავუშვებთ გენერაციაზე ვიდეოს, დაგიწევთ 3 საათს, მაგრამ შეიძლება 24 საათი მოგიწევთ ლოდინი. ერთი პლუსი ის აქვს, რომ შეგიძლიათ გათიშოთ საიტი, ტაბი დახუროთ საერთოდ და ის გააგრძელებს გენერაცია. გვიან რომ შეხვალთ საიტზე, მერე დაგხვდება დაგენერირებული. ერთი ეს პლუსი აქვს, მაგრამ ძალიან დიდი ხანი მოგიწევთ ლოდინი. ასე რომ გირჩევთ თუ თქვათ
ხშირად გჭირდება და მსგავსი ვიდეოების შექმნა, საქმიანობაში იყენებთ ამას, გირჩევთ შეიძინოთ სტანდარტ პაკეტი, რომელიც $8 და ამის შემდეგ უკვე 2-3 წუთი დაჭირდება თითო გენერაციას აღარ გაწვალებთ. აი, მოდი გადავიდეთ დაშბორდზე, უნდა დავაჭიროთ ვიდეოს. ეს არის Clean AI-ის დაშბორდი. მარცხენა მხარეს შეგიძლიათ ატვირთოთ სურათი. მოდი პირდაპირ ჩავაგდებ ჩვენ სურათს. ქვემოთ შეგიძლიათ გაუწეროთ პრომპტი. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ DeepSeek-ი, რომელიც არის ჩინური დიდი ენობრივი მოდელი, თუმცა მე გირჩევთ რომ თქვენით გაუწეროთ პრომპტი, იმიტომ რომ როდესაც იყენებთ ესეთ დროს LLM-ებს, ანუ ინტეგრირებულ LLM-ებს, კი აყალიბებენ პროფესიონალურად პრომპტებს და კარგად გაწერენ ყველაფერს, მაგრამ ხანახან რაღაცებს ამატებენ და საბოლოო ჯამში ვიდეოში გვხვდება ხოლმე ისეთი რაღაცები, რაც რეალურად არ გვჭირდება და ამიტომ მე პირადად მირჩევნია ხოლმე ჩემით გავუწერო. თუ მაგალითად გიჭირთ პრომპტების წერა და ჩამოყალიბება და ან ენის ბარიერი გაქვთ, ამ შემთხვევაში გირჩევთ რომ სხვა LLM-ს ცალკე პლატფორმაზე დააგენერირებინოთ პრომპტი, ანუ მარტივი და ლაკონური და ის ჩააგდოთ მე აქ პრომპტის ველში. ქვემოთ გვაქვს ხმის ეფექტები, ანუ აქ თავისით რაღაც ხმის ეფექტებს ადევს ხოლმე Clean AI და მე პირადად ამას უთიშავ ხოლმე. რეალურად საბოლოო ჯამში მაინც ჩვენი აუდიო უნდა დავალოთ, ეს არაა პრობლემა, მაგრამ მაინც უთიშავ ხოლმე. ხო, ქვემოთ გვაქვს სეტინგები, აქ ესე იგი სულ ცოტა ხნის წინ Clean AI-მ გააკეთა აპდეიტი, გამოუშვა ახალი მოდელი, ვიდეო 2.5 ტურბო, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს. ქვემოთ შეგვიძლია ავირჩიოთ ხანგრძლივობა 5 წამი და 10 წამი, ამ შემთხვევაში დავტოვებ 10 წამზე. თუ უფასოდ აპირებთ მაინც გენერაციას, ამ შემთხვევაში მხოლოდ 5 წამიანი შეგიძლიათ დააგენერიროთ. შემდეგ გვაქვს output-ების რაოდენობა, ანუ შედეგების რაოდენობა, დავტოვებ 1-ზე და ბოლოს გვაქვს generate ღილაკი, როგორც ხედავთ, ესე იგი ერთი ვიდეოს გენერაცია ღირს 50 კრედიტი. თუ შეიძენთ სტანდარტ პაკეტს მოყვება ავტომატურად 660 კრედიტი, პლუს ამას 176 კრედიტი რეგისტრაციისთვის, 820 კრედიტი გექნებათ, მოკლედ $8. თუ თქვათ ამოწურავთ ამ კრედიტებს, შეიძინოთ ამატები კრედიტები, იწყება $5-დან კრედიტების ფასი. აი, მოდი გავუწეროთ პრომპტი, დავაკოპირებ პირდაპირ და ჩავაგდებ და გეტყვით მოკლედ რა ინსტრუქციებსაც ვაძლევ, ესე იგი ძალიან მარტივი და პატარა პრომპტია, ანუ შევზარეული გვიყურებს ჩვენ პირდაპირ მაყურებლებს, საუბრობს დამაჯერებლად, როგორც თანამედროვე ინფლუენსერი. სულ ეს არის, მეტი არაფერი ამას არ ჭირდება. შეგვიძლია უკვე გავუშვათ გენერაციაზე, ყველაფერი არჩეული გვაქვს და ყველაფერი მზად არის. მივცეთ generate და დავალოდოთ შედეგს. დაგენერირდა ჩვენი ვიდეო და მოდი ვნახოთ, როგორ შედეგი მივიღეთ. როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი შედეგია. ანუ ამას გულისხმობდი ზუსტად, აი ერთი გენერაციით მივიღე პირდაპირ სასურველი შედეგი. არ მჭირდება 1000 გენერაცია და უაზროდ ესე კრედიტების ხარჯვა. ამიტომ გირჩევთ Clean AI-ს. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის აუდიოს გენერაცია. აუდიოს გენერაციაზე მაქვს ერთი ვიდეო, სადაც ვიყენებ ერთ პლატფორმას, რომელსაც ქვია Lovo AI, თუმცა ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სხვა მეთოდს, ანუ Lovo AI შემთხვევაში უფასოდ რომ მოვიპოვოთ ეს აუდიო, ცოტა წვალება გვიწევს. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ Google AI Studios, სადაც შეგვიძლია უფასოდ დავაგენერიროთ ვიდეო და უფასოდ გადმოვწეროთ. ანუ არაფერი არ გვჭირდება მოკლედ თანხების გადახდა და პაკეტების შეძენა. Google AI Studio არის Google-ის პლატფორმა, შექმნილია ძირითადად დეველოპერებისთვის, თუმცა ჩვეულებრივ შეგვიძლია ჩვენს გამოვიყენოთ და შეგვიძლია უფასოდ გავტესტოთ Google-ის სხვადასხვა პროდუქტები. თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია ცალკე ვიდეო გავაკეთო Google AI Studio-ზე, იმიტომ რომ აქ გვაქვს ძალიან ბევრი მაგარი ფუნქცია, ანუ ძალიან პროდუქტიულად შეგვიძლია ეს პლატფორმა გამოვიყენოთ და მოკლედ თუ სურვილი გექნებათ, დამიწერეთ და ერთ ვიდეოს ცალკე ამ პლატფორმაზე გავაკეთებ. რა გვჭირდება ჩვენ ამ შემთხვევაში, ესე იგი უნდა დავაჭიროთ generate media-ს, ან შეგვიძლია პირდაპირ აქ ამ ღილაკს დავაჭიროთ და გადავალთ ესე იგი გვერდზე, სადაც შეგვიძლია აუდიოების დაგენერება. ავტომატურად როგორც ხედავთ, აქ გვაქვს დიალოგის რეჟიმი, ანუ speaker 1, speaker 2. ამ შემთხვევაში დიალოგი არ გვჭირდება, ესე იგი ერთი ან single speaker-ი, ამიტომ უნდა გადავრთოთ single speaker-ზე. უმარტივესი დაშბორდი აქვს, ანუ აქ გვაქვს ინსტრუქციები, აი ყველაზე მაგარი რაც აქვს მოკლედ აუდიო გენერაციას Google AI Studio-ში არის ინსტრუქციების გაწერა. ანუ როგორც წესი სხვა პლატფორმებზე, სადაც ვაგენერებთ აუდიოს, ხშირ შემთხვევაში ეს აუდიო არის რაც მონოტონური და რობოტული, რაც შემდეგ მსმენელს აღიზიანებს, არ მოსწონს, ანუ არავის არ მოგწონს ალბათ მონოტონურად და რობოტულად რაღაცის მოსმენა. ამიტომ აქ შეგვიძლია გავუწეროთ ინსტრუქციები, შეგვიძლია ვასაუბროთ პერსონაჟი მაგალითად გაბრაზებული, ან რაღაც აღფრთოვანებული, გაკვირვებული, მხიარული და ასე შემდეგ. ყველაფერი შეგვიძლია გავუწეროთ და ეს ჩემი აზრით ძალიან მაგარი ფუნქციაა. მარჯვენა მხარეს შეგვიძლია ავიჩიოთ ხმები,
მოусმინოთ რამდენიმეს. Ready to build something awesome today? Got a project in mind? როგორც ხედავთ, გვაქვს როგორც მამაკაცის ხმა, ისე ქალის ხმა. აი, ავირჩიოთ ერთ-ერთი ხმა, მოდი დავტოვებ პირველივეს. შემდეგ გვინდა ინსტრუქციის გაწერა, დავაკოპირებ პირდაპირ. მარტივი და ლაკონური პრომპტი გვექნება. ანუ ამ შემთხვევაში ესე იგი ინსტრუქციაში ვეუბნებით, რომ ისაუბროს მეგობრული და თბილი ტონით, როგორც ინფლუენსერმა ვიდეოში. რაც შეეხება უშუალო ტექსტს, ამასაც დავაკოპირებ. პატარა მარტივი ტექსტი გვექნება, ისე რომ 10 წამში ჩავედიოთ. თუ გნებავთ დიდი ტექსტების გახმოვანება, ამ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება, რომ ნაწილ-ნაწილ გავახმოვანოთ ეს ტექსტი, იმიტომ რომ მთლიანი ტექსტი რო გავახმოვანოთ, ხანდახან უშვებს შეცდომებს, ხანდახან ესე იგი ყლაპავს მარცვლებს, ან არასწორად გამოთქვამს ზოგიერთ სიტყვას. და ამ შემთხვევაში მთლიანი აუდიო არ გაგვიფუჭდეს, შეგვიძლია ნაწილ-ნაწილ გავახმოვანოთ, აბზაც-აბზაც, ან 2-2, 3-3 წინადადება, ამ შემთხვევაში უფრო სწრაფად იზოთ ჩემი რჩევა იქნება. აი, მოგლეთ, სულ ეს არის, შეგვიძლია გავუშვოთ გენერაციაზე, სწრაფად აკეთებს ძალიან, რამდენიმე წამი ჭირდება. გავუშვოთ გენერაციაზე და ვნახოთ, რას დააგენერებს. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თამუნა. დღევანდელი ვიდეო იქნება ძალიან საინტერესო, რადგან მოვამზადებთ უგემრიელეს კერძს. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, შეცდომები არ ქონია, პირდაპირ პირველი ცდაზე საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ დააგენერიროთ, უფასოა, როგორც გითხარით და ესე იგი ალბათ დაჭირდა დაახლოებით 7-8 წამი ამის დასაგენერირება. კაი, მოდი გადმოვწერ ამ აუდიოს, გვაქვს პირდაპირ download ღილაკი, გადმოვწერ აუდიოს და შემდეგ შეგვიძლია უკვე დავუბრუნდეთ Clean AI-ის დეშბორდზე და მოკლედ მოვახდინოთ აუდიოს და ვიდეოს სინქრონიზაცია. მოკლედ, შემდეგი ეტაპი არის lip sync-ი, ანუ ჩვენი აუდიო უნდა დავადოთ ჩვენს ვიდეოს, მოვახდინოთ სინქრონიზაცია, ამისთვის მარტივად უნდა დავაჭიროთ lip sync-ს, აი ამ ღილაკს. გადავალთ მოკლედ აი ამ სექციაში, სადაც გვაქვს ორი ვარიანტი, შეგვიძლია Clean AI-ის AI ხმები გამოვიყენოთ, ანუ თუ არ გვაქვს აუდიო, შეგვიძლია აქვე დავაგენერიროთ აუდიო. ამ შემთხვევაში ქართულ ენაზე მე პრინციპში არ მახსოვს, არ გამიტესტავს, გონი ვერ აკეთებს ქართულ ენაზე, გონი კი რა დიდი ალბათობით ვერ აკეთებს. თუ ინგლისურად უგნებავთ, შეგიძლიათ აი ეს ხმები გამოიყენოთ, გვაქვს სხვადასხვა სქესი, პროფესია და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ეს არ გვინდა, გვინდა ჩვენი აუდიო, ამიტომ უნდა დავაჭიროთ upload local dubbings და შემდეგ შეგვიძლია პირდაპირ ჩავაგდოთ ჩვენი აუდიო. აიტვირთა ჩვენი აუდიო, როგორც ხედავთ, ხანდახან Clean AI-ის ანუ ერთი პატარა მინუსი, ესე რომ ვთქვათ, არის ის, რომ რაღაც მიზეზების გამო ხანდახან ზოგიერთ აუდიოს არ უშვებს. თუ ვთქვათ, ცუდი ხარისხია, ან თუ ალბათ კონტექსტს ვერ იგებს კარგად, ან თუ რაღაცას არ ეკლამებთ, არ ვიცი, მოკლედ მიზეზი ვერ დავადგინე ბოლომდე, ხანდახან, როდესაც ავტვირთავ აუდიოს, მიწევს errors და იმ აუდიოს აღარ უშვებს, მოკლედ და უნდა ან შეცვალოთ, ან თავიდან დააგენერიროთ, თავიდან ჩაწეროთ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში პრობლემა არ შექმნია, პირდაპირ გაუშვა ეს ჩვენი აუდიო. როდესაც აიტვირთება აუდიო, შემდეგ უნდა დავაჭიროთ add speech ღილაკს, რომელიც ახლა დიდი ალბათობით არ ჩანს, მოდი გავწევ კამერას, რომ დაინახოთ. აი აქ გვაქვს add speech ღილაკი, ამას უნდა დავაჭიროთ, მოკლედ და როგორც ხედავთ, გამოჩნდა უკვე ვიდეოს ქვეშ ჩვენი აუდიო. და შეეხება lip sync-ს, როგორც ხედავთ, 10 წამიან ვიდეოზე 10 კრედიტი ჯდება, ესე იგი აუდიოს დადება. აი, მოკლედ შეგვიძლია უკვე დავაჭიროთ generate ღილაკს და დავაგენერიროთ ჩვენი აუდიო და ვიდეო ერთად. მოკლედ დაგენერირდა ჩვენი ვიდეო და მოდი ვნახოთ რა შედეგი მივიღეთ. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თამუნა. დღევანდელი ვიდეო იქნება ძალიან საინტერესო, რადგან მოვამზადებთ უგემრიელეს კერძს. ჩემი აზრით ძალიან კარგი შედეგია. ტუშევის მოძრაობაც ემთხვევა ასე თუ ისე. თვითონ ესე იგი პერსონაჟიც ძალიან ბუნებრივად იქცევა და მოკლედ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით კარგი შედეგი მივიღეთ. ვიდეოს ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აი ამ ღილაკის მეშვეობით. თუ იყენებთ სტანდარტ პაკეტს, ამ შემთხვევაში watermark-ის garaში შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ვიდეო ან ლოგოს garaში. თუ იყენებთ უფასო გენერაციას, მაგ შემთხვევაში, როდესაც გადმოწერთ ვიდეოს, ექნება watermark. აი, შემდეგი რაც მინდა ვისაუბრო, არის ესე იგი იდენტური პერსონაჟის შენარჩუნება სხვადასხვა ვიდეოში, იმიტომ რომ თუ დაგჭირდება რამდენიმე ვიდეო ერთი და იგივე პერსონაჟით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გჭირდება შევინარჩუნოთ იდენტური პერსონაჟი. ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე იდეალური გამოსავალი არის Google-ის Nano Banana-ს გამოყენება. Nano Banana რა არის და როგორ გამოიყენოთ, ამაზე ერთი მთლიანი ვიდეო მაქვს, მიძღვნილი და შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო. ამ შემთხვევაში უბრალოდ ესე იგი პირდაპირ გამოვიყენებ მოკლედ ამ მოდელს, ავირჩიოთ Nano Banana, ანუ create images. შემდეგ ჩავაგდოთ ჩვენი სურათი. მოდი ამ შემთხვევაში, აი სურათზე როგორც ხედავთ, ეს თებში, კერძის თებში დევს მაგიდას და მოდი ეს კერძის თებში დავაჭერინოთ ხელში ჩვენს ესე იგი შეფს ზარეულს. ამისთვის გავუწერ მარტივ პრომპტს, პირდაპირ დავაკოპირებ
და ჩავაგდებ პრომპტის ველში. აქ ვეუბნებით პირდაპირ რომ შეფს არეულს უჭირავს სპაგეტის თებში ხელებში. გავუშვათ გენერაციაზე. დაგენერირდა ჩვენი სურათი, როგორც ხედავთ, ზუსტად იგივე პერსონაჟი ყავს, ზუსტად იგივე სამზარეულოა, ყველაფერი იგივეა და სპაგეტის თებში მაგიდაზე აღარდეს უჭირავს ხელში ჩვენს ესე იგი პერსონაჟს. ესე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ერთ-ერთი პერსონაჟი ნანობანანის დახმარებით სხვადასხვა სცენაში. აქ როგორც ხედავთ, ესე იგი გვაქვს watermark-ი. სურათს თუ დავაგენერირებთ Gemini-ის appში, ან მაგალითად Google AI Studio-ში, ან თვითონ ნანობანანას პლატფორმაზე, ყველა შემთხვევაში ექნება watermark. ამიტომ თუ გვინდა რომ ეს watermark-ი არ გქონდეს, შეგვიძლია გამოვიყენოთ LM Arena, რომელიც არის პლატფორმა, სადაც შეგვიძლია სხვადასხვა ენობრივი მოდელები გამოვიყენოთ. LM Arena-ზე წინა ვიდეოში ვისაუბრე ამომწურავად, ამიტომ ეხლა უბრალოდ დავაგენერირებ სურათს. ესე იგი ავირჩიოთ სურათი, შემდეგ უნდა ავირჩიოთ ნანობანანას მოდელი, შემდეგ უნდა ჩავაგდოთ სურათი. მოდი აუტვირთოთ ეს ახალი სურათი, რომელიც წეგან დავაგენერირეთ. და მარტივად გავუწევ პრომპტს, რომ წაშალოს ლოგო მარჯვენა ქვედა კუთხეში. გავუშვათ გენერაციაზე. დაგენერირდა ჩვენი სურათი, რომელიც ერთ-ერთში იგივეა, თუმცა კუთხეში აღარ გვაქვს watermark. ზოგადად შეგიძლიათ LM Arena-ზე დააგენეროთ სურათები. ეს რო არ მოგვიწიოს, ანუ ჯერ Gemini-ში რო ვაგენერიროთ და მე LM Arena-ში წავშალოთ ეს watermark-ი, პირდაპირ აქ შეგვიძლია დავაგენერიროთ და watermark-ის გარეშე დაგვიგენერირებს მოკლედ LM Arena-ზე ნანობანანა სურათებს. კარგი, მოკლედ სულ ეს იყო, ისიც მას მინდოდა ამ ვიდეოში. ყველაფრის ლინკები იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოიყენოთ ის ხელსაწყოები, რა ხელსაწყოებით გამოვიყენე ამ ვიდეოში და დააგენეროთ თქვენთვის სასურველი AI პერსონაჟების ვიდეოები ქართულ ენაზე. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დამიწერეთ კომენტარებში რისი ხილვა გსურთ მომავალში, ასევე გაწევრიანეთ ჩვენს Facebook ჯგუფში, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. ეხლა კი მადლობა ყურადღებისთვის, წავიდეთ.